Am წუთებში თბილისში რესპუბლიკის მოედანზე აქცია იწყება, გაიმართება მარში სახელწოდებით სინათლე არ უნდა ჩაქრეს. ორგანიზატორები არიან მედიის წარმომადგენლები, ადგილზე იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი ნინი ბალანჩივაძე. ნინი, რა ვითარება ამ წუთებში აქციაზე, დაიწყო თუ არა მარში? Ახო რესპუბლიკის მოედნიდან უკვე მარშის მონაწილეები დაიძვნენ რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიისკენ. პარლამენტის წინ შეიკრიბებიან სწორედ მედიის წარმომადგენლები, ონლაინ მედია ორგანიზაციების ჟურნალისტები, რედაქტორები, ის ადამიანები, რომლებიც დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ საკუთარ სათქმელს და მყარად იტყვიან კიდევ ერთხელ იმას, რომ ქართული ოცნება ებრძვის მათ და მათ აქვთ მათ შორის ფინანსური პრობლემები და სწორედ ამ ფონზე უწევთ მუშაობის გაგრძელება. სინათლე არ უნდა ჩაქრეს, ეს არის ლოზუნგი დღევანდელი აქციის. მე ოპერატორს ვთხოვ, რომ დაგვანახოს კადრში რა ვითარება არის ახლა ადგილზე. გადაკეტილი არის მთლიანად რუსთაველის გამზირი. თქვენ ხედავთ ანთებული ფარნებით დგანან აქ მოქალაქეები, მედიის მხარდამჭერ აქციას უერთდებიან, მათ შორის პოლიტიკური ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ფარნები არის სიმბოლო დღევანდელი დღისა, რომ სწორედ სინათლე არ უნდა ჩაქრეს ქვეყანაში, რაც გამოიხატება იმაში, რომ არ უნდა გაჩუმდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედია, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს სწორედ ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული განვითარებისთვის. მე შევეცდები გავესაუბრო სტუმრებს პირდაპირ ეთერში ნინო ზურიაშვილთან მივალ. მოგესალმებით ქალბატონო ნინო, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა მედიის მხარდასაჭერად და დღევანდელი აქციის მარშის მსვლელობის მთავარი სიმბოლო არის ფარნები, რომელიც ახლა არის ანთებული. ისი თქმა გსურთ დღევანდელი ამ პერფორმანსს? ჩვენ გსურს იმის თქმა, რომ არ ჩაქრეს სინათლე, რაც იმას ნიშნავს, რომ არ გაჩუმდეს, არ დადუმდეს თავისუფალი მედია. ივანიშვილმა ფაქტობრივად აისრულა ყველა ოცნება, ყველა ინსტიტუცია, სახელმწიფო ჩაიდო ჯიბეში, ასე ვთქვათ, და დაიქვემდებარა, როგორც შეეძლო ისე. უკანასკნელი რაც დარჩა, ეს არის თავისუფალი მედია და ეხლა ამისთვის გამოსცა მთელი კანონების კრებული, რითიც ფაქტობრივად გვაჩერებს. აი ამის საწინააღმდეგოდ ჩვენ გავერთიანდით მთელი ქართული მედია და ვცდილობთ, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ რეჟიმს, რომელიც ცდილობს, რომ დაგვადუმოს. და ზუსტად ეს აქციაც არის იმის სიმბოლო, რომ ჩვენ არ დავრეგისტრირდებით ამ უსამართლო კანონით და ასე ვთქვათ, გავუწევთ ყველანაირ წინააღმდეგობას. სტუდია მონიტორის რედაქტორს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. მსვლელობა ისევ გაგრძელდა, რამდენიმე წუთით იყო შეფერხება, ვინაიდან მსვლელობის და აქციის სხვა მონაწილეებს ელოდებოდნენ ადგილზე და ახლა ისევ მიემართება მარში რუსთაველის გამზირისკენ. ნინია კაკაბაძესაც ვხედავ, რომელსაც გავესაუბრები. ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა მედიის მხარდასაჭერად. მედიას უწევს მძიმე ვითარებაში მუშაობა. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჟურნალისტი ასრულებდეს საკუთარ საქმეს, სწორედ კეთილსინდისიერად და იმისთვის, რომ დემოკრატიული პროცესები განვითარდეს ქვეყანაში. ძალიან კითხვა ალბათ რიტორიკული არის, იმიტომ რომ ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ნებისმიერი ქვეყნის თავისუფლება და დემოკრატია დგას სიტყვის თავისუფლებაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე. თუ კი ჩვენ დაგვაბნელებენ, ჩაგვაბნელებენ, თუ კი ჩვენ გაგვაჩუმებენ, ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში საბოლოოდ გაჩუმდება და დასამარდება დემოკრატია. ამიტომ ამის უფლება არ უნდა მივცეთ, ერთმანეთს უნდა გვერდში დაუდგეთ, ერთმანეთს დავეხმაროთ და ერთადერთი ვინც უნდა ჩავაბნელოთ, ეს არის ქართული ოცნება. მათ აუცილებლად ჩავაბნელებთ, მათ აუცილებლად გავისტუმრებთ ამ ქვეყნიდან. ონლაინ მედიების წარმომადგენლები მიემართებიან, როგორც უკვე გითხარით, რუსთაველის გამზირისკენ. ეს იქნება პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორია, სადაც გაიმართება ფოტოგამოფენა და საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ კიდევ ერთხელ იმის შესაძლებლობა, რომ ნახონ ის განსაკუთრებული მომენტები და ის ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში სწორედ ონლაინ მედიების წარმომადგენლებმა ასახეს და მიაწოდეს ამ ხრივ საზოგადოებას სწორედ იმ
ინფორმაცია. მე კიდევ ერთხელ ვთხოვს გვანახოს ჩვენს ოპერატორს რა ვითარება არის. ძალიან ხალხმრავალი მარში არის დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტი ადამიანი უერთდება ამ აქციას. ლიკა ზაკაშვილსაც გავესაუბრები. ლიკა, რამდენად მნიშვნელოვანი არის დღევანდელი ეს მარში და თავარი განაცხადი, რომ სინათლე არ უნდა ჩაქრეს ქვეყანაში. საზოგადოება მაჩვენა და ჩვენ ყოველდღე ვგრძნობთ არა მხოლოდ ამ მარშით, რომ დამოუკიდებელი მედია და მთავრობისგან არაკონტროლირებადი მედია არის მნიშვნელოვანი მათთვის. ისინი აფასებენ თავისუფალ სიტყვას და რეალურ ინფორმაციას, რომელსაც მათ აწვდის დამოუკიდებელი მედია საშუალებები. ისინი ხედავენ იმ კონტექსტს, თუ როგორ ცდილობს ქართული ოცნება, რომ შესაძლებელი აღარ იყოს ჩვენი საქმიანობა და მადლობა ჩვენს მკითხველებს, ქართულ საზოგადოებას, რომ ესმით დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი მედიის როლი საქართველოს ცხოვრებაში. ლიკა ზაკაშვილს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. მარში უკვე რამდენიმე წუთში იქნება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც როგორც უკვე გითხარით, გაიმართება ფოტოგამოფენა და თითოეული ადამიანი გაეცნობა იმ სამუშაოებს, რომელსაც წლების განმავლობაში აწარმოებდნენ ონლაინ მედიების წარმომადგენლები.